ზუსტად 6 წლის წინ 2020 წლის 11 მარტს ჟენევაში ჯანმოს სათაოფისში ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა დიდი ხანი ალბათ ეს სახელი როგორი არ გსმენიათ წარმოთქვა სიტყვა რომელმაც სამყაროს დაპაუზების ღილაკს დააჭირა ეს იყო გლობალური გაჩერება რომელმაც აიძულა სახელმწიფოები ბიზნესი და ინდივიდები გადაეფასებინათ უსაფრთხოების სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის ყველა მანამდე არსებული სტანდარტი საქართველოს ისევე როგორც მთელმა მსოფლიომ საკუთარ თავზე გამოსადა ლოკდაუნების სიმკაცრე, როდესაც ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ნულოვან ნიშნულზე დავიდა, ხოლო ქუჩებში სიცარიელენ ბიზნეს აქტივობის სრული პარალიზება გამოიწვია. 6 წლის წინ ჩვენ შევედით ეპოქაში, სადაც ტერმინები ლოკდაუნი, სოციალური დისტანცია და საწოლ ფონდი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. მას შემდეგ სხვათა შორის საწოლ ფონდი თითქმის აღარ მსმენია. ფასი, რომელიც სოფლიომ გადაიხადა, ძალიან ძვირი იყო. პირველ რიგში ადამიანური კაპიტალის სახით, ოფიციალური მონაცემებით ვირუსმა 7 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა რეალური ციფრი გაცილებით მაღალია. შედეგად იყო ეკონომიკური შოკი. 2020 წელს გლობალური მშპ-ს 4% შემცირდა, ეს იყო ყველაზე დიდი ვარდნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ასევე დავკარგეთ სოციალური კავშირები, დავკარგეთ ფიზიკური ინტერაქციის თავისუფლება, რამაც მენტალური ჯანმრთელობის გლობალური კრიზისიც გამოიწვია. პანდემიის პერიოდი ჩვენთვის იქცა უდიდესი დანაკარგების და ამავდროულად იძულებითი ტექნოლოგიური ნახტომის ეპოქად. ჩვენ დავკარგეთ ათასობით მოქალაქის სიცოცხლე და მივიღეთ უმძიმესი დარტყმა ეროვნულ ეკონომიკაზე, რაც 2020 წელს მშპ-ს თითქმის 7%-იან ვარდნაში აისახა. გაჩერებული საჰაერო მიმოსვლა, დახურული საზღვრები და კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარი მიწოდების ჯაჭვები გახდა ის რეალობა, სადაც ბიზნეს გადარჩენისთვის სრულიად ახალი გზების ძიება მოუხდა. პანდემია ასევე გახდა ყველაზე დიდი ციფრული აქსელერატორი კაცობრიობის ისტორიაში, ის რაც 5 და 10 წელი უნდა დასჭირებოდა იმის შესრულებას. 5 თვეში მოხდა პრინციპში. ბიზნესმა ისწავლა, რომ ოფისი არ არის ეფექტიანობის ერთადერთი გარანტი. დაიბადა ჰიბრიდული მოდელი. მსოფლიომ ისწავლა, რომ just in time მოდელი საფრთხის შემცველია და გადავიდა უფრო საიმედო, დივერსიფიცირებულ მომარაგებაზე. მთავარი გაკვეთილი ალბათ ის იყო, რომ პანდემიამ გვასწავლა ყველაზე მყარი ბიზნეს მოდელებიც კი მყიფეა, თუ მათში ადაპტაციის უნარი არ არის ჩადებული. დღეს როცა პოსტპანდემიური ინფლაციასა და გეოპოლიტიკურ რყევებს უმკლავდებით, სწორედ 2020 წელია ჩვენი იმუნიტეტის ერთ-ერთი წყაროც. ჩვენ აღარასოდეს დავბრუნდებით ძველ ნორმალურობაში, რადგან თავად ნორმალურობა შეიცვალა. ეს ფრაზა ალბათ დღეს 2026 წელს კიდევ უფრო აქტუალურია.